სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ სერბი მომიტინგეები აქციაზე მისულ მოქალაქეს უპირისპირდებიან და საქართველოს დროშას ართმევენ. Facebook მომხმარებლების ნაწილი ამტკიცებს, რომ ქმედება საქართველოს მიმართ მომიტინგეების ნეგატიურ დამოკიდებულებაზე მიანიშნებს. ნაწილი კი ფიქრობს, რომ პირი, რომელსაც დროშა ეჭირა, ქართველია. მითების დეტექტორმა მომხდარზე დამატებითი დეტალები გაარკვია. ვიდეო 16 მარტს არის გადაღებული და მისი ავტორი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი მიოდრაკ კაპორია. სხვა პირები, რომლებიც ვიდეოში ჩანან, ფილიპ იოვანოვიჩი და ვლადიმირ არსენიევიჩი არიან. სწორედ იოვანოვიჩს სერბეთის მოქალაქეს ეჭირა საქართველოს დროშა. როგორც კაპორი განმარტავს, ქვეყანაში მიმდინარე პროევროპული პროტესტის მხარდასაჭერად. ქართულენოვანი წყაროებით გავრცელებულ ვიდეოში მხოლოდ საქართველოს დროშის წართმევა ჩანს, თუმცა ვიდეოს ავტორებს აქციაზე ასევე ჰქონდათ მიტანილი ევროკავშირის, უკრაინისა და პალესტინის დროშები, რომლებიც ასევე წაართვეს. რამ გამოიწვია მომიტინგეების გაღიზიანება? აქციაზე მისულებმა დროშები სავარაუდოდ პროვოკაციად აღიქვეს. მთავრობის მტკიცების ფონზე, რომ აქცია ქვეყნის გარედან იმართება, ორგანიზატორი სტუდენტები ძირითადი გეოპოლიტიკური მოვლენებისგან დისტანციას იცავენ. დემონსტრაციებზე ისინი მხოლოდ სერბეთისა და საკუთარი ფაკულტეტების დროშებს იყენებენ. ასევე ხშირად შევხვდებით დროშებს სისხლიანი ხელის გამოსახულებით, რაც პროტესტის სიმბოლოდ იქცა. მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტები აქციებში სხვადასხვა ჯგუფის მონაწილეობას მიესალმებიან, მკაცრად ამბობენ უარს ოპოზიციის წევრებმა და სხვა მონაწილეებმა აქციაზე თავიანთი დროშები მიიტანონ.